ზღვა იგი ყველაფერია. მისგან გაჩნდა სიცოცხლე. წყლის უკიდეგანო სივრცეში მოხვედრილი ადამიანი არასდროსაა მარტოხელა, რადგან ზღვაში მუდმივად გრძნობ მის სუნთქვას, გრძნობ მარადიული სიცოცხლის არსებობას. როდესაც დიდხანს უცგერ ზღვას, ადამიანები გენატრება. ხოლო როდესაც ადამიანებს უცგერ დიდხანს, მაშინ გაუსაძლისად გენატრება ზღვა. ადამიანებს უყვართ ზღვისთვის ნაპირიდან ცქერა. ლამაზია ნაპირიდან დანახული ზღვა. თუმცა შორეული ნაოსნობიდან მობრუნებული მეზღვაურებისათვის არანაკლებ ლამაზია ზღვიდან დანახული მშობლიური ნაპირი. საქართველოს შავი ზღვისპირეთი. იცანით რა საკვირველია? ჩვენი აჭარა. დიახ, ეს ყველასათვის საყვარელი თქვენი და ჩვენი ბათუმია. განახლებული, იერშეცვლილი და დამშვენებული. ბათუმი, მეზღვაურთა ქალაქი. ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საზღვაო კარიბჭე. დიდი საზღვაო ტრადიციებით განთქმული ამ ქალაქის წარსული არაერთი ცნობილი ზღვაოსნის სახელს უკავშირდება, რომელთა განვლილი ცხოვრება ჩვენგან ნამდვილად იმსახურებს მათი ღვაწლის არ დავიწყებასა და დაფასებას. ამ სახელოვანი ადამიანების ცხოვრებისეულ მაგალითზე კი ქართველ მეზღვაურთა მომავალი თაობები უნდა იზრდებოდნენ. ეს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი გახლავთ. ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებულ საზეიმო ცერემონიალზე დასასწრებად დღეს აქ მრავალ ადამიანს მოუყრია თავი. საზეიმო ფიცის მისაღებად 1 2 3 4 სასწავლებლის ხელმძღვანელობასა და საზოგადოებრივობის წარმომადგენლებთან ერთად კი მომავალი მეზღვაურებისათვის მსოფლიოს ზღვებისა და ოკეანეებისაკენ მიმავალი გზის დასალოცად ცერემონიალს არაერთი ღვაწლმოსილი ზღვაოსანი და ცნობილი კაპიტანიც ესწრება. მათ შორისაა ჩვენი ფილმის გმირიც, შორეული ნაოსნობის კაპიტანი აკაკი დიასამიძე. შორეული ნაოსნობის კაპიტანი აკაკი დიასამიძე. მოგაცნობებით მომავალ მეზღვაურებო და გილოცავ დღევანდელ ამას დღეს, ფიცი ეს პატარა საქმე არ არის. პირნათლად შეგესრულებიო. სულისკარი, წინ მეზღვაურებო. მის შესახებ ბევრი რამ გვსმენოდა. ვიცოდით, რომ ბათუმში ცხოვრობს კაცი, რომელმაც ცხოვრებისეულ ასპარეზად ზღვა აირჩია, მთელი ცხოვრება ზღვას მიუძღვნა და ზღვაში გაატარა. ისიც ვიცოდით, რომ იგი დღესაც იქ ცხოვრობს, სადაც დაიბადა. ბათუმში, ფერიაში. ამიტომ ბევრი აღარ გვიფიქრია. გადავწყვიტეთ მოგვეძებნა, ოჯახში წვეოდით და პირადად გაგვეცნო ქართველი შორეული ნაოსნობის კაპიტანი აკაკი დიასამიძე. გამარჯობათ. თქვენ აქ ცხოვრობთ? დიახ, შორეული ნაოსნობის კაპიტანი აკაკი დიასამიძის სახს ყოველდღე მიგვასწავლით. სამობრძანდეთ მიგასწავლით. კი ბატონო. მე და აკაკი დიასამიძე კარის მეზობლები ვარ. ერთად აღვიზარდეთ. მობრძანდეთ. დიასამიძეები წარმომავლობით სამცხის დიდგვაროვანი ფეოდალები იყვნენ. სხვადასხვა დროს ისინი მთელ საქართველოში განსახლებულან. მე-15 საუკუნიდან კი დიასამიძეები აჭარაშიც დამკვიდრებულან. მრავალი ცნობილი პიროვნება აღუზარდა ამგვარმა ქვეყანას. მათ შორის არაერთი სახელგანთქმული ქართველი ზღვაოსანიც იყო. 1951 წლის 25 აპრილს
ისმაილ და ემსილე დიასამიძეებს, რომელთაც უკვე ჰყავდათ უფროსი შვილი, რევაზი, კვლავ ვაჟი შეეძინათ, რომელსაც განგება სამომავლოდ მეზღვაურობას უქარდა. ბავშვობა სოფელ წინსვლაში გავატარე. კარგად მახსენდება, გემრიელი გასახსენებელია ის წლები. ჯერ კიდევ მეოთხე კლასში ვიყავი, რომ ჩემით გავიგულიე გზა, ნახე საჭიდაო დარბაზი და დავდიოდი. პატარა ბავშვი დავიწყე სპორტით. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში სწავლის პერიოდში სპორტით, ჭიდაობითა და კრივით იყო გატაცებული, მრავალი მისი თანატოლი ბათუმელი ყმაწვილის მსგავსად, ბავშვობიდან თვალი მასაც სხვისკენ ეჭირა. ბატონ კაკოს დღეს უკვე უჭირს დაასახელოს ზუსტი თარიღი, თვე და რიცხვი თუ როდის შემოიჭრა ზღვა მის ცხოვრებაში. იგი ხომ დაიბადა ქალაქში, სადაც გემების შემოსვლა, მეზღვაურთა დახვედრა და გაცილება ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ყმაწვილს შეეძლო საათობით მდგარიყო ზღვის სანაპიროზე. მდგარიყო და ჰორიზონტს მიღმა ჩაკარგული წყლის უკიდეგანო სივრცეებისათვის ეცქირა. ყველაზე მეტად ის მაინტერესებდა, რომ აი ჯერ წერტილივით გამოჩნდებოდა რაღაცა, მერე უახლოვდებოდა გემი რომ მოვიდოდა, ან რო გადიოდა პორტიდან და ის თანდათან და ჰორიზონტზე რომ ქრებოდა გემები. ეს ძალიან ჩემში დიდ შთაბეჭდილებას ტოვებდა. ალბათ ძალიან დიდი წილი იმისა, რომ ეს ზღვაში ვარ, ეს არის მაინრიდისა და ჟიულ ვერნის მოთხრობების კითხვა. მიყვარდა მოგზაურობაზე წიგნები, ჩემი ოცნება იყო მენახა კუნძული ზღვაში. იყო ჩემი ოცნება მეც რომელიმე ერთი გემის ბორცევ ყოფილიყავი ოდესღაც. ასე და ამგვარად იწყებოდა საზღვაო რომანტიკით გულანთებული ყმაწვილის ოცნებების ახდენა და მომავალი შორეული ნაოსნობის კაპიტნის რთული და ფათერაკიანი მეზღვაურული ცხოვრება. ფერიის 8 კლასიანი, შემდეგ კი ბათუმის მე-13 საშუალო სკოლის წარჩინებით დასრულების შემდეგ 1968 წელს მან წარმატებით ჩააბარა მისაღები გამოცდები და ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთწამყვანობის ფაკულტეტის კურსანტი გახდა. როგორც თავად ამბობს, საზღვაო სასწავლებელში ცუდად არ სწავლობდა და პედაგოგ დამრიგებელთა მხრიდან მის მიმართ მუდმივ კეთილგანწყობასაც გრძნობდა. ყმაწვილს განსაკუთრებით საზღვაო დისციპლინები აინტერესებდა, ნავიგაცია და გემის აგებულება. მონდომებით ეუფლებოდა იგი საზღვაო ტერმინოლოგიასაც, რანგოუთსა და დაკელაშს. ბატონი კაკო ახლა ღიმილით იხსენებს თუ როგორ სულმოუთქმელად ელოდა იგი საზღვაო საცურაო პრაქტიკის დაწყებას. თბომავალ ვასილ კოლაროვზე და საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერებზე, მაშტაკზე, ჩარჯოუზე და ქარელზე ეზიარა იგი საზღვაო საქმის ანაბანას. ამ გემებზე ყოფნისას ეუფლებოდა საზღვაოსნო ასტრონომიის ელემენტებს, ნავიგაციასა და ლოციას. გემის ბოცმანის ზედამხედველობის ქვეშ კი ყოველდღიურად მონაწილეობდა საგემბანო სამუშაოებში, რომლის დროსაც საბოლოოდ დარწმუნდა, რომ სულ უბრალო მეზღვაურის პროფესია სულაც არ ყოფილა უბრალო საქმე. სწრაფად, მაგრამ ნაყოფიერად გაირბინეს სასწავლებელში გატარებულმა წლებმა. მომავალმა შორეული ნაოსნობის კაპიტნებმა, მან და მისმა თანაკურსელებმა გემთწამყვანის სპეციალობასთან ერთად სწორედ მაშინ შეიძინეს საზღვაო ხომალდის დამოუკიდებლად მართვისა და კაპიტნობისათვის აუცილებელი პროფესიული ჩვევები და თვისებები. დიდი სიტყვამეღვრება გულში როცა ვიხსენებ აი იმ ჩემ მეგობრებს, იმ ჩემ ბიჭებს, ვის ერთადაც ვსწავლობდით, ეგენს ვიხსენებ როგორც ჩემი დედმამიშვილებს, ჩემ ძალიან ახლო ხალხს ჩემ ცხოვრებაში. სულიკო ქაჯაია, ოთარი ვარჩანიძე, ბიჭიკო ფუტკარაძე, შოთა აბაშიძე დღეს შორეული ნაოსნობის თვალსაჩინო კაპიტნებია. პირველი ჩემი სერიოზული ნათლობა სხვაში იყო, როცა საქმიანობა დავიწყე საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე, ტანკერ ნეფთეგორზე 1973 წლის დასაწყისში. რას წარმოვიდგენდი მაშინ, რომ მთელ ჩემ ცხოვრებას ზღვას დავუკავშირებდი, 46 წელს ზღვაში გავატარებდი და
მე კი არ გავაცილებდი გემებს გორიზონტს იქით, არამედ მე გამაცილებდნენ ჩემი ოჯახის წევრები და ახლობლები. მომავალმა კაპიტანმა საკუთარი ოჯახის შექმნაც სწორედ საზღვაოსნო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა. მას შემდეგ, რაც თანაკურსელ ბიჭიკო ბეჟანიძის დაგაიცნო, შეიყვარა და ბევრი აღარც კი უფიქრია. სასწავლებლიდან გემწამყვანის დიპლომს ცხოვრების თანამგზავრი, მომავალი მეუღლე ნარგიზ ბეჟანიძე გამოაყოლა. ეს ალბათ ჩემი ხვედრი იყო. საქმე ის გახლავთ, რომ ჩემი ძმა ბიჭიკო ბეჟანიძე და ჩემი მომავალი მეუღლე აკაკი დიასამიძე, აკაკი თანაკურსელები იყვნენ. და ჩვენი ნაცნობობა, ჩვენი ურთიერთობაც აქედან დაიწყო. რომელიც 1974 წელს ქორწინებით დაგვირგვინდა. თუმცა ჩვენი ფილმის გმირის პირად ცხოვრებაში მომხდარ ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას მის პროფესიულ საქმიანობაში პირველი სერიოზული წინააღმდეგობაც თანსდებდა. ახალგაზრდა მეზღვაურს პრობლემები მაშინ შეექმნა, როდესაც იმდროინდელი სახელმწიფო უშიშროების სპეცსამსახურისაგან გემით საზღვარგარეთ გასვლის ნებართვაზე ოფიციალური უარი მიიღო. ანუ როგორც მაშინ ამბობდნენ, ვიზა არ გაუხსნეს. მიზეზად კი საბჭოთა ბოლშევიკური რეპრესიების თავიდან ასაცილებლად თურქეთში გადასული და იმჟამად იქ მცხოვრები აკაკის ახლო სანათესაოს არსებობა დასახელდა. იხსენებს აკაკი დიასამიძის ბავშვობის მეგობარი, სახელმწიფო უშიშროების გენერალ-მაიორი ნოდარ ჯიჯავაძე. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მომეცა საშუალება დავინტერესებულიყო ჩემი აკაკი დიასამიძის პრობლემით. გავეცანი სათავო დოკუმენტაციას, აღმოჩნდა თუ რის გამოიქნა მასზე უარის თქმა ვიზის შესახებ. ეს უკვე მისი ახლო ნაცრები, რომლებიც ცხოვრობდნენ თურქეთში, რომლებიც დღესაც ცხოვრობენ თურქეთში. სხვა გზა არ იყო. შორეულ ნაოსნობაში გასვლისათვის საჭირო ვიზის გახსნამდე ეგრეთ წოდებულ კაბოტაჟში, ანუ ქვეყნის შიდა წყლებში უნდა დაეწყო საქმიანობა. მცირე ზომის გემებზე, რომლებიც შავი ზღვისა და მდინარე დუნაის რეგიონის პორტებს შორის ეწეოდნენ ნავთობპროდუქტების საკაბოტაჟო გადაზიდვებს. 1973 წლის დასაწყისში მივიდა იგი ტანკერ ნეპტეგორსკზე და სულ მალე კაპიტან იური ბაბუხადიას მესამე თანაშემწის მოვალეობის შესრულება დაეკისრა. იმავე წლის ბოლოს კი იმ დროს ცნობილი კაპიტნის სულიკო ბერიძის მეორე თანაშემწედ ცურავდა ტანკერ სამტრედიაზე. ანუ ერთ წელიწადში აკაკი დიასამიძე მატროსიდან შტურმანი, კაპიტნის მეორე თანაშემწე გახდა. რეისი რეისს მისდევდა. ასე გრძელდებოდა 1979 წლამდე. 1979 წელს კი საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ზღვაოსნობის სამსახურის იმჟამინდელი უფროსის, ცნობილი კაპიტნის სპირიდონ ფხაკაძის შუამდგომლობა რეკომენდაციებმა და ბავშვობის მეგობარ ნოდარ ჯიჯავაძის ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. აკაკი დიასამიძეს ყველანაირი შეზღუდვა მოეხსნა და იგი შორეული ნაოსნობის გემებზე სამუშაოდ იქნა დაშვებული. მეც პირადად მქონდა მიღებული დიდი მონაწილეობა მივიღე მის საქმეზე დაკავშირებით, ყველაფერი გადავწყვიტე შემდგომისათვის დადებით. და დღეს გია მოვლენილი როგორც კაპიტანი. ვიდრე კაპიტანი თავად გახდებოდა, საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერებზე, ალექსეევკაზე და ახალციხეზე, აქტაუზე და ასპინძაზე, ბოლშევიკ კამოზე და დავით ბაქრაძეზე არაერთ გამოცდილ და ცნობილ კაპიტანთან მოუწია თანაშემწედ საქმიანობა. მათ შორის სულიკო ბერიძესთან და გივი ჩოლარიასთან, შოთა შინდაგორიძესთან და ვალერი ვოლკოვთან, ანატოლი ზაიარნისთან და იური ქადარიასთან. სწორედ იური ქადარიას რეკომენდაციით გახდა იგი კაპიტნის უფროსი თანაშემწე ტანკერ აკადემიკოს უზნაძეზე 1988 წელს. კაპიტან გაგო დიასამიძეს დიდი ხანია ვიცი. ჩემთან ერთად მუშაობდა მეორე თანაშემწედ
ტანკერ აქტაშზე. აქტაშის მერე კიდევ მუშაობდა აკადემიკ უზნაძეზე, სადაც მე მაგას მივეცი. დახასიათება უფრო სტანაშემწეზე. სადაც არ უნდა ყოფილიყო, რომელი გემის ეკიპაჟშიც, ყველგან დამსახურებულ პატივისცემას იმსახურებდა, რადგან მასში ზღვაზე და საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებულ გულღია ადამიანს ღირსეულ პიროვნებასა და პროფესიონალს ხედავდნენ. პროფესიული წინსვლისათვის კი უკვე გამოცდილ შტურმანს ზღვაში ყოფნისას მიღებული პრაქტიკული გამოცდილების თეორიული ცოდნით გამყარება ესაჭიროებოდა. აკაკი დიასამიძემ არჩევანი ნოვოროსიისკის უმაღლეს საზღვაო საინჟინრო სასწავლებელზე შეაჩერა. ჩააბარა მისაღები გამოცდები და 1988 წელს დაუსწრებელი სწავლების გემთწამყვანობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. წლები წლებს მისდევდნენ. მათთან ერთად კი ხანგრძლივი და დამღლელი რეისები კვლავ ერთმანეთს ცვლიდნენ. როგორც ყველა მეზღვაურისათვის, ამ ხანგრძლივ რეისებს ახლობლებზე და ოჯახზე გამუდმებული ფიქრი, მეუღლისა და შვილების მონატრების სევდაც ახლდა თან. მეუღლესთან ხანგრძლივ განშორებას არანაკლებ მტკივნეულად განიცდიდა ქალბატონი ნარგიზიც, რომელსაც აკაკის ზღვაში ყოფნისას თვეობით მარტო უწევდა ოჯახზე ზრუნვა და ყოველდღიურ სირთულეებთან გამკლავება. კაკო თვეების მანძილზე იმყოფებოდა შორეულ ნაოსნობაში და მთელი პასუხისმგებლობა მოდიოდა ჩემზე, მაგრამ მის სიახლოვეს ყოველთვის გრძნობდით. სადაც არ უნდა ყოფილიყო, მსოფლიოს რომელ კუთხეში, ის ყოველთვის ცდილობდა დაკავშირებოდა და გაეგო, რა გვიჭირდა, რა გვილხინდა და როგორ ცხოვრობდით. 1976 წელს აკაკი დიასამიძისა და ნარგიზ ბეჟანიძის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ამბავი მოხდა. პირველი შვილი ნათია შეეძინათ. 1991 წელს კი მათი ვაჟი დათო მოევლინა ქვეყანას. მას შემდეგ ბატონი კაკო კიდევ უფრო სულ მოუთქმელად ელოდა ყოველი მორიგი რეისის დასრულებას. მონატრებულ მეუღლესთან და ამიერიდან უკვე შვილებთან, ნათიასთან და დათოსთან შეხვედრას. განსაკუთრებული დღესასწაული იყო, როდესაც შორეული ნაოსნობიდან ბრუნდებოდა და ჩვენ მივდიოდით მასთან შესახვედრად. ყველაზე მეტად მიყვარდა მამისა და შვილების შეხვედრის სცენა. ეს იყო მონატრება, ეს იყო სიყვარული, ეს იყო მამაშვილური სითბო, რომელსაც ორივე შვილებიცა და მამაც მთელი გულითა და სულით ავლენდნენ ურთიერთშორის. მალე ვითარება შეიცვალა. აკაკი დიასამიძემაც მტკივნეულად განიცადა მშობლიური ქართული სანაოსნოს დაშლის ამბავი. მასაც შეეცვალა ვითარება და მრავალი ქართველი მეზღვაურის, კოლეგისა და მეგობრის მსგავსად ისიც იძულებული გახდა პროფესიული საქმიანობა სხვადასხვა უცხოური სანაოსნო კომპანიის გემზე გაეგრძელებინა. ჩვენი ფილმის გმირი უკვე ფლობდა მნიშვნელოვან გამოცდილებას. იმ ძირითად უნართვისებებს, რომლებიც წლების მანძილზე ყალიბდება და რომლებიც გემის დამოუკიდებლად მართვისა და მეთაურობისათვის, უსაფრთხო და უავარიო ნაოსნობისათვის, კაპიტნობისთვისაა აუცილებელი. როგორც კაპიტან დამრიგებელი კიდევ ქონდა მისადმი დახასიათება, რომ ყოფილიყო კაპიტანი. ასევე მან დაიმსახურა კაპიტნის წოდებისთვის დახასიათებები და გახდა კაპიტანი. აკაკი დიასამიძემ კაპიტნობა პირველად საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ყოფილ ტანკერ აკადემიკოს უზნაძეზე. იმ დროს უკვე მალტის დროშის ქვეშ მცურავ უზნაძეზე ჩაიბარა. 1996 წელს მან სანაოსნო კომპანია აჯარ შიპინგის კუთვნილ ტანკერ გონიოზე შეცვალა სახელგანთქმული კაპიტანი ზურაბ კახიძე. მომდევნო წლებში კი იმავე კომპანიის საზღვაო ხომალდის ქობულეთის ეკიპაჟს მეთაურობდა. ჩვენი ფილმის გმირმა შესანიშნავად იცოდა, რომ ზღვა მეზღვაურებს შეცდომებს არ პატიობს.
საგანგებო ვითარება ან ავარია ყველა კაპიტანს შეიძლება შეემთხვეს. მისი თავიდან აცილება კი მხოლოდ გონიერ და ცოდნე გემწამყვანს ხელეწიფება. კაპიტან კაკო დიასამიძის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან ეს შეძლო. კაპიტანი ხომ არა მარტო გემწამყვანია. იგი იმავდროულად ეკიპაჟის მეთაურიცაა. ეკიპაჟის წევრები კი ყველგან და ყოველთვის დამსახურებულ პატივს სცემდნენ მას. საუკეთესო ადამიანური თვისებების მქონე მეთაურს. ენდობოდნენ და სჯეროდათ მისი. 1999 წელს ფლოტის გადარჩენისა და შენარჩუნების მიზნით საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ყოფილი გემების მნიშვნელოვანი ნაწილი მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან საზღვაო სანაოსნო კომპანია კოლუმბია შიპ მენეჯმენტს გადაეცა მართვაში. მრავალი ქართველი მეზღვაურის მსგავსად ჩვენი ფილმის გმირმაც იმთავითვე სწორედ ამ კომპანიის გემებზე გააგრძელა საქმიანობა. შოლერ ჰოლდინგის კუთვნილ კომპანიაში, რომლის წარმატებული საქმიანობის საფუძველს საქმისადმი ერთგულება, კომპეტენტურობა და პასუხისმგებლობა წარმოადგენს, სადღეისოდ რიგითი და სამეთაურო შემადგენლობის 700-ზე მეტი კვალიფიცირებული და მაღალანაზღაურებადი ქართველი მეზღვაურია დასაქმებული, რომლებიც ამ საერთო ფასეულობებისადმი განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩევიან. ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით კოლუმბია შიპ მენეჯმენტ ჯორჯიას სათავო ოფისში ბათუმში და ამ კომპანიაში დასაქმებულია და მოღვაწეობს 700 ქართველი მეზღვაური. მათ შორის არის ცნობილი კაპიტნები და ერთ-ერთი მათგანი გახლავთ შორეულ ნაოსნობის კაპიტანი აკაკი დიასამიძე. როდესაც კოლუმბია ჭირდება გამოცდილი კაპიტანი, რათა ეს თუ ის გემი იყოს მოყვანილი წესრიგში, წარდგენილი ნავთობკომპანიების დადასტურების მიზნით, ისეთი ცნობილი ნავთობკომპანიების, როგორც არის Shell, Chevron, Texaco, Total და ამისათვის გემი წარედგინება ამ ნავთობკომპანიებს დადასტურებისათვის. ბატონი აკაკი არის ერთ-ერთი, ვინც ყოველთვის წარმატებით ახერხებდა ასეთი გემების წარდგენას ამ ნავთობკომპანიებისათვის. აკაკი დიასამიძისათვის კოლუმბია შიპ მენეჯმენტის გემებზე საქმიანობა პროფესიაში ყველაზე წარმატებულ და მნიშვნელოვან ეტაპად იქცა. ამის დასტურად კი კომპანიის ხელმძღვანელობის წარდგინებაც საკმარისია, რომლის საფუძველზეც საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 18 ივლისის განკარგულებით აკაკი დიასამიძე ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. Одним из капитанов, который работал в грузинском пароходстве, сейчас работает в Колумбии, с которым... ერთ-ერთი იმ კაპიტანთაგან, რომელიც დღეს კოლუმბია შიპ მენეჯმენტში საქმიანობს და რომელთანაც მე თბილი და მეგობრული ურთიერთობა ჯერ კიდევ საქართველოს საზღვაო სანაოსნოდან მაკავშირებს, აკაკი დიასამიძე გახლავთ. კაკო დიასამიძე ჩინებული ადამიანი, თვალსაჩინო კაპიტანი და კარგი მეგობარია, რომელიც საკუთარ მდიდარ გამოცდილებას უანგაროდ გადასცემს იმ ადამიანებს, ახალგაზრდა მეზღვაურებსა და მომავალ კაპიტნებს, რომლებიც დღეს ჩვენს კომპანიაში არიან დასაქმებული. ზღვაოსნობაზე, ქართველი მეზღვაურების მომავალზე და ქართული საზღვაო სავაჭრო ფლოტის შექმნაზე მეოცნებე ჩვენი ფილმის გმირს თავის მხრივ სჯერა, რომ ადრე თუ გვიან შორს არა ის დრო, როდესაც საქართველოს სრულყოფილ საზღვაო ქვეყანად იქცევა. ეყოლება თავისი ფლოტი, თავისი გემები და ის მეზღვაურები, რომლებიც ქართველი მეზღვაურები, რომლებიც იზოლებულია დღეს სხვადასხვა ქვეყნის, სხვადასხვა კომპანიის გემებზე იცურონ, ქართულ გემებზე დასაქმდებიან. ასე გააგრძელებენ იმ სახელოვან ქართულ საზღვაო ტრადიციებს, რომელიც წინა თაობებმა შექმნა და დაგვიტოვა. სახელოვანი ტრადიციების გამგრძელებლებად კი აკაკი დიასამიძეს უპირველესად საკუთარი დიდი ოჯახის წევრები ეგულება. მისი უფროსი ძმის, რევაზის შვილი, ლევანი, კოლუმბია შიპ მენეჯმენტის გემების კაპიტნის უფროსი თანაშემწეა და მალე ალბათ კაპიტანიც გახდება. არც აკაკის ნაადრევად გარდაცვლილი უმცროსი ძმის, ნოდარის შვილმა უღალატა ტრადიციას და დღეს ილიაც მეზღვაური, ისიც შორეული ნაოსნობის შტურმანია. თუმცა ოჯახური ტრადიციების გამგრძელებლად ბატონი კაკო უპირველესად საკუთარ შვილს,
დათოს მოიაზრებს, რომელიც მამის კვალს გავა. დაამთავრა სახელმწიფო საზღვაო აკადემია და დღეს დათო დიასამიძე უკვე შორეული ნაოსნობის შტურმანია. აი, მეც წარმოგიდგენთ ჩემი პატარა ოჯახით, ჩემი სიმდიდრით, ჩემი გამარჯვებით, ჩემი მეუღლით შორენათი, ჩემი შვილებით, მათე და აკაკის მეზღვაურისთვის არის უდიდესი განძი, გქონდეს ერთი ლამაზი პატარა ოჯახი, რომელიც ყოველთვის გახჭობს ნოსტალგიით და გავსებს სიყვარულით, როცა ბრუნდები ოჯახში. შეჯერებული არჩევანი გავაკეთე იმაზე, რომ მე გავხდი მეზღვაური და გავიზარდე აი მეზღვაურის ოჯახში და ძალიან გამიადვილდა ამ ოჯახში შემოსვლა საზღვაო თემაში. რომ ყოფილვარ ძალიან პატარა და სანავიგაციო ხიდურაზე ასე ვიდექით მე გელის კაპიტანი უნდა გავხდე. დათოსგან განსხვავებით კაპიტნობაზე არ უოცნებია და გასაგები მიზეზების გამო აკაკი დიასამიძის ქალიშვილი ნათია დიასამიძე მამის კვალს არ გაჰყოლია. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იგი საკუთარ გულისწორ თენგიზ ტაკიძეს გაჰყვა ცოლად. შექმნა ოჯახი და მეუღლესთან და შვილებთან, დიანასთან და დათოსთან ერთად დღესდღეობით საქართველოს ფარგლებს გარეთ. მოსკოვში ცხოვრობს და იქაურ ლიცეუმში ინგლისური ენის პედაგოგად საქმიანობს. ყოველნაირად ცდილობს, რომ შვილები მშობლიურ ფესვებს არ მოწყობდნენ. მისმა ქალიშვილმა დიანამ ლიცეუმის წარჩინებით ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ სწავლა უნივერსიტეტში განაგრძო და პროფესიულ ასპარეზად საერთაშორისო სამართალი აირჩია. ფიზიკა-მათემატიკით გატაცებულ დათოს კი, რომელიც დროგამოშვებით ქართველი ემიგრანტების მიერ მოსკოვში დაარსებულ ანსამბლ მზიურში ეუფლება ქართული ქორეოგრაფიის ილეთებს, დიდი სურვილი აქვს მეზღვაური გახდეს და ისიც საამაყო ბაბუის, აკაკი დიასამიძის კვალს დაადგეს. ახლა კი კვლავ მის მეგობრებსა და კოლეგებს მოусმინოთ. იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც აკაკი დიასამიძემ ცხოვრება გამოიარა, სწავლობდა და საქმიანობდა. მე და აკაკი დიასამიძემ მთელი ცხოვრება აქ ფერიაში გავატარეთ. ჩვენ არა მარტო კარგი მეზობლები ვართ, კარგი მეგობრებიც ვართ. ჩვენ თითქმის ნახევარი საუკუნე ერთმანეთს ვიცნობთ. ერთ სამაოსნოში მუშაობდი დიდი ხანი და ესე მოხდა, რომ ჩემი კაპიტანად გახდომა დაემთხვა იმას, რომ ერთ გემზე ვიყავით, კაკო იყო კაპიტანი და მე წავედი დუბლიორად რო იტყვიან ესე ვიყავი. ერთი თვე ვიმუშავეთ ერთად და მე დავრჩინე კაპიტანად იმ გემზე. ბევრი რა გელაპარაკოთ კაკოზე, ესე იგი კაკო არის ნამდვილი ბათუმელი, კარგი მამა, კარგი ოჯახის პატრონი, კარგი ბაბუა რა თქმა უნდა. შესანიშნავი მეუღლე. შვილების მოყვარული ხომ არის და არის. შვილიშვილებზე გადამტარი ბაბუა. თავის საქმის პროფესიონალი. ქველმოქმედი გაჭირვებულებს ეხმარება, მოკლედ კაცური კაცია. ძალიან კარგი მეგობრები დავრჩით უკვე რამდენი წელი აქ ვართ ერთმანეთში და ვცდილობთ, რომ შვებულებაში მაინც ვნახოთ ერთმანეთი და ერთმანეთს მივეფეროთ. რამდენიმე თვის უკან შემხვდა და მეუბნება ჩამოვედე რესიდან და სახმელეთზე რო ვარ, ხო, ხან ხელი მტკივა, ხან წნევა მაქვს, ხან თვალი მტკივა. ჯავდივარ გემზე და არაფერი არ მტკივა. ისედაც შეყვარებული არის ეს კაცი ზღვაზე და მეზღვაურობაზე. უყვარს ნადირობა, უყვარს კეიფი, უყვარს სტუმარი, უყვარს მეგობარი, უყვარს ქვეყანა. ის არა მარტო გამოცდილი და ცოდნე კაპიტანია, არამედ შესანიშნავი ადამიანია, რომელთან უხარია ჩვენს ხელმძღვანელობას, ურთიერთობა და ის არის შეუცვლელი თამადა ასეთ შეხვედრების დროს, როდესაც ეს ხალხი ჩამოდის ბათუმში. აკაკი დიასამიძე, ჩემი მამა, არის ჩემთვის პირველ რიგში მეგობარი, ძალა, მხარდაჭერა, ერთგულება, სიძლიერე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი მაგალითი ცხოვრების. ახლა კი დათოს მეუღლეს, შორენა ტაკიძეს მოусმინოთ, რომლის საქმიანობაც ასევე ზღვას უკავშირდება. დღესდღეობით შორენაც კომპანია კოლუმბია შიპ მენეჯმენტის თანამშრომელია.
მე მას როგორც ოჯახის ბურჯს ისე დავახასიათებდი, არის ძალიან მტკიცე ხასიათის ადამიანი. ყოველთვის ცდილობს, რომ ოჯახის წევრები ყავდეს ბედნიერი, უქმნის ამ პირობას, რომ იყვნენ ბედნიერები და ვისურვებდი, რომ მის მომავალ თაობას და მის შვილებს და შვილიშვილებს აეღოთ ეს თვისება მისგან. მე ყოველთვის თავზე ხუმრობითაც თქვა, თოვლშიც კი ვეძებ მის ნაკვალებს, რომ სადაც მან გაივლის იქ დავადგა ფეხი. იმიტომ რომ არჩევანში ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ არ შეეშინა. და ბრმად შემიძლია გავყვე უკან იქ, სადაც წავა. დიდი ხანი არაა გასული, რაც მამის კვალზე წასული დავით დიასამიძე უკვე შორეული ნაოსნობის კაპიტნის უფროსი თანაშემწე გახდა. ამის დამადასტურებელი სამხრეები კი მას კოლუმბიაში მენეჯმენტის კომერციულმა დირექტორმა მორის ბეიკერმა პირადად გადასცა. არიან პიროვნებები, რომლებიც პროფესიონალიზმთან ერთად ყოფაში ნაღდი კაცობით და საუკეთესო ადამიანური თვისებებით გამოირჩევიან. ისინი გარშემო მყოფთა სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებენ და ყველგან ნათელ და ღირსეულ კვალს ტოვებენ. ასეთი გახლავთ ჩვენი ფილმის გმირი, რომელმაც თითქმის ნახევარი საუკუნე ზღვებსა და ოკეანეებში გაატარა. მოიარა მრავალი ზღვა და კუნძული, მსოფლიოს 1000-მდე პორტი. ცოტაც და ბატონი კაკუ უკან მოიტოვებს გავლილი ცხოვრების 65 წელიწადს. ღირსეულად და კაცურ-კაცობით იცხოვრა ეს წლები აკაკი დიასამიძემ. 4 ათეულ წელზე მეტი, რომელიც მან ზღვას მიუძღვნა და ზღვაში გაატარა. სიყვარულით, თანადგომით და ურთიერთპატივისცემით. ასე განლო ჩემი და აკაკის თანაცხოვრების 4 ათეულ წელზე მეტმა დრომ და არც ნანობ, რომ ჩემი ცხოვრება დაუკავშირე ზღვას და აკაკი დიასამიძეს. ზღვაში ყოფნას მიჩვეულს ბატონ კაკოს უჭირს ნაპირზე დიდხანს გაჩერება. ახლაც კი ნაპირზე შვებულებაში მყოფს კვლავ ზღვა უხმობს და მასაც თვალი ზღვისკენ, კაპიტნის ხიდურისა და შორეული ნაოსნობისკენ უჭირავს. სულ მალე მამაშვილი დიასამიძეები მორიგ შორეულ ნაოსნობაში წავდნენ. აკაკი დიასამიძე ამჯერადაც კომპანია კოლუმბიაში მენეჯმენტის ტანკერ ბალტიკ კეპტეინის ეკიპაჟის მეთაურობას ჩაიბარებს. უსაფრთხო ნაოსნობასა და შინ მშვიდობით დაბრუნებას ვუსურვებთ კაპიტან აკაკის. თხემით ტერფამდე მეზღვაურს, პროფესიონალს, საკუთარი ქვეყნის ღირსეულ მამულიშვილს, პიროვნებასა და მოქალაქეს, რომლის სამშობლო საქართველოა. სამოღვაწეო ასპარეზი კი ზღვა, მხოლოდ ზღვა. 220, 220, 224, 224.